თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულოს თავმჯდომარესთან ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის განსახილველად შეხვედრას მიზან შეუწონლად მიიჩნევს. სევდია უგრეხელიძის განმარტებით ირაკლი ჩიხიაშვილს უკვე მიღებული აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბიუჯეტის ჩაგდებასთან დაკავშირებით და შესაბამისად მასთან საუბარი უშედეგო იქნება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქალაქის მთავრობის სახელით მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს და უპასუხოს საკრებულოს უმრავლესობის შენიშვნებს. კანონის პარკლებში განსაზღვრული წერილობითი ფორმით. თბილისის მერის ეს პოზიცია ქალაქის მთავრობის სახელით გავრცელებული განცხადებით ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი. ის საკრებულოს რიგარეშის ხდომა, რომელიც მან ჩაატარა, იყო უკანონო იმის გამო, რომ რეგლამენტის შესაბამისად წამყვან საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე არ იყო განხილული საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ჩიხიაშვილი არის რაღაც ძალიან ნერვიულ მდგომარეობაში, მას ეჩქარება რაღაც ძალიან, არ ვიცი, საკრებულოს გაყრა ეჩქარება, არ ვიცი, მერის ხელში ჩაგდება ეჩქარება, მაგრამ მინდა უთხრა და განუმარტო, რომ კანონის შესაბამისად თუ მას აქვს უფლება გადააყენოს მთავრობა და გადამაყენოს მე, გააკეთოს ეს. ხოლო თუ კანონის შესაბამისად არ აქვს, არ არის საჭირო ამდენი ფაფური